მოგესალმებით, კვლავ შინაურული მარტივი რეცეპტების არხიდან. დღეს მოგიტანეთ ინტერნეტ სივრცეში ასე პოპულარული იაპონური ჩიზქეიქი, რომელიც დიეტური ვარიანტით მოვამზადე. მაშ ასე დაგჭირდება წინასწარ ადუღებული და გაცივებული ყავა, ასევე ბერძნული იოგურტი. მე გამოვიყენე დიეტური უშაქრო ორცხობილები. მაშ ასე პირველ რიგში ბერძნულ იოგურტში ჩავასხათ 50 მილილიტრი ყავა, რომელიც წინასწარ ავადუღეთ და გავაცივეთ და კარგად ავურიოთ ბერძნულ იოგურტში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ ამ მასაში რიგრიგობით მოვათავსოთ ორცხობილები. თქვენ შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი და საყვარელი ორცხობილები გამოიყენოთ. მე გამოვიყენე უშაქრო დიეტური ორცხობილები, რომ ჩიზქეიქი გამოსულიყო დაბალკალორიული და ცილოვანი. შემდეგ კი მოვათავსოთ მაცივარში. დაახლოებით 5-6 საათის განმავლობაში, ან თუ ღამე ამზადებთ, მთელი ღამის განმავლობაში. შემდეგ გამოვიტანოთ მაცივრიდან. მე ზემოდან წავსვი პროტეინის შოკოლადის პუდინგი, სქელფენად, რომელიც განსაკუთრებულად უხდება ამ დესერტს და ზემოდან მოვაყაროთ ბლომად კაკაო. თქვენ შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი და საყვარელი პუდინგი წაუსვათ და უგემრიელესი, მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი, დაბალკალორიული, დიეტური და პროტეინით და ცილებით მდიდარი დესერტიც მზად არის მისართმევად, რომელიც განსაკუთრებულად საუკეთესო გამოსავალია კალორიული დეფიციტის და დიეტის დროს ტკბილის მოთხოვნილებისას. დღეს ამით გემშვიდობებით. მადლობა რომ გიყურეთ. მომავალ რეცეპტამდე.